წარმოიდგინეთ ყველაზე მოხუცი ადამიანი. ალბათ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანმა იცხოვრა ძალიან ჯანსაღი ცხოვრებით, არსებობდა ბევრს, არ ეწეოდა და იკავებოდა ჯანსაღი საკვებით, მაგრამ ცდებით. ამ ქალმა გადაასწრო მსოფლიოში მეორე უხუცეს ადამიანს საკმაოდ დიდი სხვაობით. ასევე იგი საკმაოდ არაჯანსაღი ცხოვრებითაც ცხოვრობდა. შინ კალმანი დაიბადა საფრანგეთში 1875 წელს. მან დაინახა, როგორ შენდებოდა ეიფელის კოშკი, ხოლო როცა 13-ის იყო, ის შეხვდა ვან გოგს და ფერადი ფანქრები მიყიდა. ჯინმა ვან გოგი დაახასიათა როგორც არასასიამოვნო ადამიანი, რომელსაც ზედმეტად უყვარდა ალკოჰოლის მიღება. მან დაიწყო ფარიკაობა ახალგაზრდა 85 წლის ასაკში, ატარებდა ველოსიპედს სანამ 100-ის გახდებოდა, გამოჩნდა ფილმზე 114 წლის ასაკში და 120 წლის ასაკში გამოვიდა მისი პირველი დოკუმენტური სიუჟეტი, როდესაც ის უკვე ყველაზე უხუცესი ადამიანი იყო მსოფლიოში და ის კიდევ ასე თუ ისე შორს იყო სიკვდილისგან. ჯინი ჭამდა 1 კილოზე მეტ შოკოლადს ყოველ კვირა, სვავდა ძალიან ბევრ ღვინოს და ეწეოდა 21 წლიდან 117 წლამდე. მან აჯობა მეორე უხუცეს ადამიანს 3 წლით და გარდაიცვალა 122 წლის ასაკში.